მოგესალმებით. დღევანდელი თემა არის მიგრანტები, ლტოლვილები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე კატეგორია მიგრანტების, ლტოლვილების, ჩვენ შევეხებით რამოდენიმე მათგანს, რომ კონდეს სრული სურათი, რას ნიშნავს გერმანიაში იყვე ან მიგრანტი, ლტოლვილი და ასე შემდეგ. აქვე მინდა დავამატო, რომ ამ ვიდეოთ მე არ განვსჯი ვინმეს, არამედ უბრალოდ ვასახელებ ფაქტებს. როგორც ყოველთვის, ჩემი მიზანი არ არის ამ პრობლემების გადაჭრა, მე სად უნდა წავიდე, ვინ როგორ უნდა იცხოვროს და ასე შემდეგ. ჩემი მიზანია როგორც ყოველთვის ვილაპარაკო ფაქტები და ეს ყველაფერი ჩემი პრაქტიკიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე. რა სხვაობა არის მიგრანტებსა და ლტოლვილებს შორის? მიგრანტი არის ის ადამიანი, რომელმაც დატოვა თავისი ქვეყანა და ეძებს უფრო უკეთეს პირობებს საცხოვრებლად. სამუშაო, ჯანდაცვა, ეკონომიკა და ასე შემდეგ. ის არავის გამოუგდია თავისი ქვეყნიდან. ეს არის მიგრანტის განმარტება. მიგრანტები როცა გადადიან სხვა ქვეყანაში, ძირითადად მუშაობენ, ცხოვრობენ, თავს ინახავენ და ასევე იხდიან ნალოგებს, ბეგარას, დაზღვევებს და ასე შემდეგ. მაგრამ ჯერ არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომელშიც ცხოვრობენ. რაც შეეხება ლტოლვილებს. ლტოლვილები არიან იძულებით გადაადგილებულები და ამის მიზეზი შეიძლება მრავალნაირი იყოს, როგორც ომი, გენოციდი, პოლიტიკური დევნა და ასე შემდეგ. ლტოლვილები როგორც წესი არიან ისეთი კატეგორია ხალხის, რომელსაც სჭირდებათ დახმარება. ასეთია ლტოლვილის განმარტება. მაგრამ არის კიდევ ისეთი კატეგორია ხალხის, რომლების დატოვა თავისი ქვეყანა, მაგალითად ოპერაციის გასაკეთებლად. იმ შემთხვევაში, როცა ასეთი ოპერაციები ან ძვირადღირებული, ან ამ ქვეყანაში საკმარისი ტექნოლოგია არ არსებობს იმისა, რომ ასეთი ოპერაცია გაკეთდეს, ან ასეთი ოპერაცია გაკეთდეს ხარისხიანად. და ამიტომ ესეთი ხალხი გადადიან სხვა ქვეყანაში და შეგვიძლია ვთქვათ, ასეთი კატეგორია ხალხის არის როგორც მიგრანტები, ასევე ლტოლვილები. რა თქმა უნდა, სხვა მრავალი კატეგორია ადამიანების არსებობს, რომლებიც მიგრირებენ, ლტოლვილები არიან, მაგრამ ძირითადად შევეხებით ამ სამ კატეგორიას. მიგრანტები ძირითადად როცა ჩამოდიან, როგორც უკვე ვილაპარაკეთ ზემოთ, მიზანი ის არის, რომ მოხვდნენ კარგ პირობებში, ძირითადად არის მუშახელი, რომლებსაც შეუძლიათ რამის გაკეთება, როგორც თავიანთი თავისთვის, ასევე თავიანთი ოჯახისთვის და ასევე რამე სარგებლობა მოუტანონ ამავე ქვეყანას, რომელშიც ცხოვრობენ. და მიზანი არ უნდა იყოს, რომ იჯდნენ სახელმწიფო დახმარებას. ლტოლვილებს კი სხვა გზა არ აქვთ. როცა არიან იძულებით გადაადგილებულები, ადამიანებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, ძირითად შემთხვევაში, რომ იყვნენ სახელმწიფო დახმარებას. იმიტომ რომ მათ დატოვეს თავიანთი სახლი, კარი, ფინანსები და ასე შემდეგ. ძირითად შემთხვევაში ასე ხდება. ან ასე უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, მიგრანტებსაც შეუძლიათ იყვნენ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო დახმარებაზე, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი მუშაობს და სპეციალურ კასაში იხდის დაზღვევის თანხას იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო დაკარგა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ან ქალაქი შეინახავს მას ან მის ოჯახს. ლტოლვილების შემთხვევაში კი მუშაობენ თუ არ მუშაობენ, არიან დამოკიდებული სახელმწიფოზე. და როგორ ხდება ეს გერმანიაში? ბევრი ბარდება ლტოლვილად, რომ სამუშაოდ კი არა, არამედ იყვეს დამოკიდებული სახელმწიფოზე. რომ შევაჯამოთ, გერმანია დაახლოებით 60 მილიარდ ევროს ხარჯავს წელიწადში მარტო ლტოლვილებზე. 60 მილიარდი ევრო წელიწადში. გადახედეთ საქართველოს ბიუჯეტი, წლიური ბრუნვა რამდენია. თუ არ ვწდები, მე მგონი 37 მილიარდი. ესე იგი, გერმანია წელიწადში ხარჯავს იმდენ თანხას, რომელი თანხა ზოგიერთ სახელმწიფოს წლიური ბრუნვაც კი არ გააჩნია. ბევრი ლტოლვილი იძახის იმას, რომ სახელმწიფო მარჩენს და რატო უნდა წავიდე სამუშაოდ, როცა შემიძლია ინტეგრაციული კურსები გავიარო, პროფესია ავიმაღლო და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საიდან ფინანსდება ეს. ჯერ ერთი რომ ადამიანი ან ხალხი გამოექცნენ რაღაც ხიფათს და უკვე გერმანიაში რომ ჩამოვიდნენ, იმაზე კი ელაპარაკობენ, რომ ხიფათს გამოეკეცით, არამედ იმაზე, რომ კვალიფიკაცია ავიმაღლოთ. ესე იგი, ადამიანი გამოექცა ბომბებს
და აქ უკვე ლაპარაკობს კვალიფიკაციის ამაღლებაზე. როცა ადამიანი იძახის, რომ ეს სახელმწიფო მაფინანსებს ან სახელმწიფო მარჩენს, ეს ნაწილობრივ ესეა, მაგრამ ეს ყველაფერი არის დამოკიდებული გადასახადებზე. ბევრი იძახის იმას, რომ თქვენ ხო მაინც იხდით გადასახადებს და რაღა აზრი აქვთ, რატომ წუწუნებთ იმაზე, რომ ამ გადასახადებით არჩენენ ან აფინანსებენ ლტოლვილებს. საქმე იმაშია, საგადასახადო კანონმდებლობაში წერია, რომ პირველ რიგში გადასახადები მიდის ან უნდა მიდიოდეს ამავე ქვეყნის აღმშენებლობით სამუშაოებზე, საქმიანობებზე და ასე შემდეგ. როცა ლტოლვილები მოდიან და ძირითადად ისეთ ადამიანებზე აქ ლაპარაკი, რომელსაც არანაირი წვლილი შეტანა არ უნდათ იგივე სახელმწიფოში, დამეთანხმებით, რომ ეს სახელმწიფოსთვის უფრო ზარალია, ვიდრე მომგებიანი. და რაც უფრო ასეთი კატეგორია ლტოლვილების შემოდიან, მით უფრო მეტი გასავალია სახელმწიფოსთვის. რაც უფრო მეტი გასავალია სახელმწიფოსთვის, ესე იგი, მით უფრო ნაკლები თანხები რჩება ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურისთვის და განვითარებისთვის ამავე სახელმწიფოში, კერძოდ გერმანიაში. აქ პრობლემა კი არ არის ხალხის დახმარებაზე, არამედ ქვეყნის განვითარება რჩება უკან. და თუ სტატისტიკას გადავხედავ დღეს, გერმანია ძალიან ჩამორჩება სხვა ქვეყნებისგან. იმიტომ რომ არ ხდება თანხების ან ნალოგების სწორი გადანაწილება. 60 მილიარდი ევრო ეს არის მარტო შენახვა ლტოლვილების. ამ თანხაში არ შედის სამედიცინო დაზღვევა, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე არსებობს და არის ჩაწერილი, უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა. ეს აუცილებელია. და ესეც ფინანსდება ქალაქიდან, სამედიცინო კასებიდან, რომელსაც მუშა ხალხი, რომლებიც მუშაობენ, ისინი იხდიან. რა ვთქვათ, ოპერაციებზე. მრავალი ადამიანი მოდის, რომელსაც ბევრი იკეთებს, იმიტომ რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც ადრე ცხოვრობდნენ და ეხლა ომი მოხდა ან რაღაც კატასტროფა და ეხლა მოვიდნენ აქ, შესაძლებლობა მიეცათ უფასოდ, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, მათთვის უფასოდ, მაგრამ დაფინანსება იმ კასებიდან, რომლებსაც სხვა მუშა ადამიანები თავისი ჯიბიდან აფინანსებენ, ამ კასებიდან ოპერაციებს უკეთებენ ლტოლვილებს. ეს ისეთ ოპერაციებზე არაა ლაპარაკი, რომლებიც სიცოცხლის საფრთხის წინაშე დგანან. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. აქ არის ლაპარაკი, მაგალითად, ვიღაცას კბილები არ აქვს, ჩაუსვეს კბილები, ოპერაცია თვალებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ადამიანი, რომელიც მივა თვითონ, რომელიც ამ კასაშივე იხდის ფულს თავისი გამომუშავებული თანხით და უნდა კბილის ან თვალის ოპერაციის გაკეთება, ამ ადამიანმა უნდა ზედმეტი თანხა გადაიხადოს, გარდა იმისა, რასაც უკვე იხდის, რომ მას ოპერაცია გაუკეთო. პლუს მკურნალობები ლტოლვილებისთვის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ბევრი იტყვის, სწავლა უფასოა. მაგრამ რას ნიშნავს, რომ სწავლა უფასოა? განათლება. ლტოლვილებისთვის ეს არის უფასო. შეიძლება წამოიჭრას კითხვა, რომ გერმანიაში უფასოა განათლება. საქმე იმაშია, რას ვეძახით უფასო განათლებას. როდესაც ბავშვი მიდის სკოლაში, იქვე აძლევენ ფურცელს, სადაც ჩამონაწერია, რომ სწავლისთვის გჭირდება ეს წიგნი, ასეთი ფანქრები, ასეთი ფლომასტერები, ასეთი რაღაც საგნები, რომლებიც თქვენ უნდა შეიძინოთ. პლუს ექსკურსიები, პლუს ქსეროქსების და კოპირებების თანხები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წელიწადში რო გამოვთვალოთ, რამოდენიმე 100 ევროს უდრის. მაგრამ ამ დოკუმენტის ბოლოში წერია, თუ თქვენ ლტოლვილი ხართ ან სოციალზე ხართ და თქვენ დამოკიდებული ხართ სოციალზე, მონიშნეთ აქ, ეს ყველაფერი თქვენთვის იქნება უფასო. სხვა კატეგორია კიდე ლტოლვილი მიგრანტების, ესენი არიან უკრაინელები. იმიტომ რომ ვერ გაიგებ, არიან ლტოლვილები თუ მიგრანტები. ოფიციალურად შეიძლება ჩაითვალოს, რომ უკრაინელები არიან ლტოლვილები, მაგრამ არის უამრავი უკრაინელი, რომლებიც გადმოვიდნენ ისეთი ტერიტორიებიდან, სადაც არის ბომბება. არანაირი კონფლიქტი არ არსებობს და ისინი თავიანთ სახლებს აქირავებენ, საკუთარი ბიზნესები აქვთ უკრაინაში და აქ ცხოვრობენ სახელმწიფოს ხარჯზე ან სოციალზე. იმიტომ რომ უკრაინას მიეცა საშუალება, რომ ლტოლვილად გამხდარიყვნენ გერმანიაში და ხალხმა ციფიქრა, რატომაც არა, ეს ხომ უფასოა. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს ლაპარაკი იმ ადამიანებზე, რომლებსაც მართლა დაენგრათ სახლი და მათ ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობდნენ იქ ომია და სხვაგან წასვლის საშუალება არ აქვთ. ამაზეც შეიძლება ვთქვათ, თუ რატომ არა, რომ ისინი ცხოვრობდნენ დასავლეთ უკრაინაში, იმიტომ რომ თუ ავიღებთ ისეთ ქალაქებს ან სოფლებს ან კურორტებს, ბუკოվել, თუ გაგიგიათ ხო? დღეს იქ ზამთრის პერიოდში უკრაინელები მიდიან ზამთრის პერიოდის დროის გასატარებლად.
იმართება ჩვეულებრივად დისკოტეკები თან ისე დონეზე, რომ თუ ვიდეოს ნახავთ, ლინკი გამოჩნდება, არ იტყვით, რომ ეს უკრაინაა. გეგონებათ შვეიცარიის სათხილამურო კურორტი. მე მქონდა რამოდენიმე შემთხვევა უკრაინელებთან, როდესაც ჩვენ დახმარება გაუწიეთ დაბინავებაში, ზოგმა რემონტში, ზოგმა ავეჯის გადატანაში და ასე შემდეგ. ერთ უკრაინულ ოჯახს, როდესაც დავეხმარეთ, ზოგმა გაურემონტა ბინა, ზოგი ავეჯის გადატანაში დაეხმარა, ზოგი ავეჯის ყიდვაში, თან თვითონ კი არ იყიდეს უკრაინელებმა. არამედ ეს გუნდი, რომელიც შევიკრიბეთ, ზოგმა ფული დადო, რომ ავეჯი ეყიდა. როცა ბინა დაამთავრეს, ავეჯი დააწყეს, სახლი გაარემონტეს, ყველაფერი უკვე გასაღები აქვს ხელში და მეუბნება, რომ ამ ოჯახს შეუძლია უკვე მოვიდეს, გასაღები უკვე ხელში გვაქვს, გარემონტებული, შეუძლიათ შევიდნენ და იცხოვრონ. როცა ეს ქალი შედის სახლში, ბინაში, დაათვალიერა ყველაფერი და მირეკავს მე და მეუბნება, რომ ეს ტახტი არ მომწონს. ეს ტახტის ფერი არ უხდება სხვა ავეჯის ან კედლების ფერს. დაურეკე ახლა იმათ, რომ ეს ტახტი წაიღონ და სხვა ტახტი მომიტანონ. წარმოიდგინეთ სიტუაცია. ეს ბინა, ავეჯი, რემონტი, ყველაფერი უფასოდ გაუკეთეს და პრობლემა იმაშია, რომ ტახტის ფერი არ უხდება ავეჯის ან კედლების ფერს. ესე იგი, ადამიანი უკრაინიდან გამოექცა ბომბებს, სიკვდილს და როცა მოხვდა აქ, პრობლემა ის აქვს, რომ ტახტის ფერი არ უხდება სხვა ავეჯის ან კედლების ფერს. რა თქმა უნდა, მე მაშინ უარი უთხარი, მე მაგას ვერ გავაკეთებ, მე არ დაურეკავ ამ ადამიანს და არ ვეტყვი, რომ ეს ტახტი წაიღეთ და სხვა მოუტანეთ და ასე შემდეგ. ეგ უკვე თუ შენთვის პრობლემაა, შენ თვითონ დაურეკე, შენ თვითონ უთხარი, მე სინდისი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ეგეთი რაღაც უთხრა ადამიანს. დანარჩენი შენიც. კიდევ ერთი შემთხვევა, ორი ქალი ცხოვრობდა ერთად, ასევე რემონტი, ავეჯი, ყველაფერი უფასოდ მიუტანეთ და რამოდენიმე თვის განმავლობაში გამოუჩნდათ მათ ასეთი საშუალება, რომ კანადაში გადასახლებულიყვნენ. როცა კანადაში მიდიოდნენ, ავეჯს ხოთან ვერ წაიღებდნენ და ბევრმა მაგათმა ნაცნობმა უთხრა მაგათ, რომ ავეჯს ხოთან ვერ წაიღებთ, ამიტომ მოგვეცი ჩვენ. ამათ უთხრეს, რომ ავეჯს ვერ მოგცემთ, ვერ გაჩუქებთ. შეგვიძლია შევთანხმდეთ გარკვეულ თანხაზე და შეგიძლია ჩვენგან იყიდოთ ავეჯი. და რა თქმა უნდა, ამათ მიჰყიდეს ეს ნაჩუქარი ავეჯი თავისივე თანამოძმე უკრაინელებს, იგივე ლტოლვილებს, იგივე ადამიანებს, რომლებიც თავშესაფარს ეძებდნენ ომიდან. ესე იგი, უფასოდ მიღებული ავეჯი მათ მიჰყიდეს იგივე უკრაინელებს. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არ არის ვინმე განსაჯო. მე უბრალოდ ვიძახი ფაქტებს, რომელიც უკვე გამაჩნია ჩემს პრაქტიკაში. და ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ ვინმე მეტყვის, რომ აი დახმარება გვჭირდება უკრაინიდან, ომიდან და ასეთი პირობებიდან ადამიანი შველას ითხოვს, წარმოიდგინეთ პირველ რიგში რა ამომიტივტივდება თავში. რა თქმა უნდა, ის ნამდვილად სჭირდება თუ არა ამ ადამიანს დახმარება, ნამდვილად ომს გამოექცა თუ არა და რატომ უნდა დავახარჯო ჩემი ენერგია, დრო და სახსრები ამ ადამიანს. შემდეგი კატეგორია ხალხის, რომლებიც გადმოვიდნენ ჯანმრთელობის ან ოპერაციების მიზნით, რა თქმა უნდა, დასახმარებლები არიან. გადმოვიდნენ გერმანიაში, იმიტომ რომ საკუთარ ქვეყანაში არ იყო ასეთი ტექნოლოგია ან საშუალება ასეთი ოპერაციების ან ავადმყოფობის მკურნალობის, მაგრამ როდესაც მოდიან გერმანიაში, აქვთ თუ არა ის თანხა, რომ იმკურნალონ. თუ აქვთ თანხა, ეს ძალიან კარგი, იმიტომ რომ შეიძლება ესეთი ოპერაციები და მსგავსი ოპერაციები და მკურნალობა უფრო სწრაფად მოხდეს. მაგრამ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძირითად შემთხვევაში არ აქვთ თანხა. და როცა არ აქვთ თანხა, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოს ხარჯზე, ან უფრო სწორად რო ვთქვათ, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე. რამდენიც არ უნდა მელაპარაკოს იმ ადამიანმა, რომ ეს სახელმწიფო მარჩენს, ეს ესე არ არის. სახელმწიფო არ არჩენს ადამიანს. ხალხი აძლევს სახელმწიფოს უფლებას, რომ თანხები აღებული გადასახადებიდან აკონტროლოს ან ხარჯვა გაუწიოს გარკვეული მიზნებისთვის. როგორც ნალოგები, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის კასები, ეს უნდა პირველ რიგში მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამავე კასებში შეაქვთ თანხა. ეს არის კანონმდებლობაში გაწერილი. ნალოგი ან ბეგარა არ უნდა შევადაროთ ხარკს. თუ სახელმწიფო თავისი მოსახლეობიდან იღებს ხარკს, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხარჯავს იმაში, როგორც თვითონ მოეპრიანება, ასე ვთქვათ, ხო? როგორც მონგოლები, თურქ-სელჩუკები და სპარსელები შემოდიოდნენ საქართველოში და ხარკს იღებდნენ, მიქონდათ თავიანთ ქვეყანაში და ხარჯავდნენ ისე, როგორც თვითონ მოუნდებოდათ. და სულაც არ ხარჯავდნენ და არც აინტერესებდათ მაგალითად საქართველოს განვითარება. ეს არის ხარკი.
ესე იგი, ადამიანი, რომელიც იძახის, რომ მე სახელმწიფო მარჩენს, ის თავის დაუნებურად ნალოგებს, ბეგარას და გადასახადებს აიგივებს ხარკთან. სახელმწიფო ვითომ და როგორც უნდა, ის იატრიალებს ამ გადასახადებს. ნაწილობრივ შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ იმ ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ ის, რომ პირველ რიგში ეს თანხა უნდა ხმარდებოდეს ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ. და ლტოლვილების რჩენის გამო, ძირითადად მათი, რომლებსაც მუშაობა ან ბიუჯეტში თავისი წვლილი შეტანა არ უნდათ, ასეთი კატეგორია ხალხის არის ქვეყნისთვის და სოციუმისთვის ძალიან დიდი მინუსი. ბევრიც იმას იძახის, რომ ევროპა ან თვითონ გერმანია იმიტოა განვითარებული, რომ ძალიან დაბალპროცენტიანი კრედიტებია, სახელმწიფო ბიზნესებს ეხმარება ამ დაბალპროცენტიანი კრედიტებით და ძალიან პატარა გადასახადები ან ნალოგებია. მაგრამ გადახედეთ სტატისტიკას, ან ხალხს ნამდვილად არ აქვს სწორი ინფორმაცია, რამდენი გადასახადებია ევროპაში ან თვითონ გერმანიაში. ამაზე მაქვს მე ცალკე ვიდეოები გაკეთებული, როგორ იბეგრება ხელფასი, რამდენია გადასახადები, რამდენნაირი გადასახადები არსებობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ლინკი გამოჩნდება ეკრანზე. პლუს დავამატებდი ისეთი კატეგორიის ხალხს, რომლებიც ლტოლვილები არიან ან სოციალზე არიან და მიუხედავად ამისა, კრიმინალურ საქმეებს აკეთებენ. იპარავენ, ძარცვავენ, ყაჩაღობენ და ასე შემდეგ. ესეთი კატეგორია ხალხიც ალბათ ფიქრობს, რომ მათ სახელმწიფო არჩენს, მაგრამ ჩემის აზრით უნდა შეხედონ მარჯვნივ, მარცხნივ, გახედონ მეზობლებს, რომლებიც მუშაობენ. ზუსტად მათი მეზობლები მიდიან სპეციალურ კასაში, იხდიან ფულს ზუსტად მაგ ლტოლვილების სარჩენად. და ესენი კი იმათ ძარცვავენ. კიდევ ერთხელ დავამატებდი იმას, რომ ჩემი მიზანი არ არის ვიღაცა დავამცირო, ან ვიღაცა შეურაცხყოფა მივაყენო, ან ვიღაცა გავაკრიტიკო, თუმცა რა პრობლემა ვინმეს თუ აკრიტიკებს. ყველას აქვს უფლება მეც გამაკრიტიკონ ლანძღვის გინებისა და წყევლის გარეშე. მე ლაპარაკი მაქვს უბრალოდ ფაქტებზე. რა ხდება დღეს, როგორ იბეგრება ადამიანის ხელფასი, სად მიდის ეს თანხები და როგორი არასწორი აზროვნებით უყურებენ ლტოლვილები ამ თანხებს, ან შემოსავლებს, ან სოციალზე ყოფნას. მაგრამ არსებობენ ისეთი კატეგორია ადამიანების, რომლებიც იციან სწორად რა ხდება, როგორ ფუნქციონირებს და რომლებიც არ იციან, ან კიდევ არც უნდათ რომ იცოდნენ და უფრო მეტიც ზღაპრებში ცხოვრობენ. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ რამე გამომრჩა, ან კითხვები გაქვთ, ან გინდათ ჩემი ნათქვამი გააკრიტიკოთ, ან რამეში არ მეთანხმებით, ძალიან გთხოვთ დაწერეთ კომენტარებში. ყველა კომენტარს ვკითხულობ და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ. მომავალ შეხვედრამდე.